ის ერთ-ერთმა წევრმა კოკა გუნცაძემ პრესა TVG-ის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. გუნცაძის თქმით, ამომრჩეველთა ლიგა არ ენდობა არც ერთ ძალას, რომელიც საარჩევნო სიების გადამოწმებაზე მუშაობს, ამიტომ ორგანიზაციის აქტივისტები უახლოეს ხანებში თავად შემოუვლიან ყველა უბანს. უკვე შეგროვებულ ინფორმაციას კი ამომრჩეველთა ლიგა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს გადაუგზავნის. კოკა გუნცაძემ სამომავლო გეგმებსა და ორგანიზაციის მიზნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად ლიგა ყველა შესაძლო რესურსს მოიყენებს მათ შორის არჩევნებისათვის 3000-მდე დამკვირვებლებს მოამზადებს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოკა გუნცაძემ ისიც აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა ლიგის წევრები, როგორც რიგითი მოქალაქეები, ქართული ოცნების წინა საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გამოცხადებისთვის დაგეგმილ ღონისძიებასაც შეუერთდებიან. ჩვენ გეგმავთ დავაზუსტოთ ამომრჩეველთა ერთიანი სია, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ უცხოეთში გამგზავრებულების კატეგორიას, მიცვალებულებს, რომელიც სიაში ჯერ კიდევ არიან, გავასუფთავოთ ეს სია, შევაგროვოთ ფაქტები და შემდგომში გადავცეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ვაწარმოოთ კამპანია ასეთი უზუსტობების წინააღმდეგ.